კვერცხის ფასთან ბრძოლის შემდეგ კობახიძე ირწმუნება, რომ საქონლისა და ღორის რბილ ხორცს 9 კილოგრამს 10 ლარად გვაყიდინებს. ის ამტკიცებს, რომ სურსათის გაძვირება ტყუილია და ინფლაცია შენელებულია. ფასების შემცირების მოტივით შექმნილი საპარლამენტო კომისია მუშაობას კვირის ბოლოს ასრულებს, თუმცა ბოლო თვეებია პროდუქტებზე ფასები კლების ნაცვლად იმატებს. ხელისუფლებაში ყოფნის მე-14 წლის თავზე კი ოცნება ისევ წინასწარ აანონსებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ. კობახიძის თქმით, შთამბეჭდავი გამარჯვებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად გეკა გელაძე ოფიციალურად 6 წლის ვადით დაამტკიცა. მისი წინამორბედი მდინარაძისთვის ახალი სამსახურის შექმნას კი დეპუტატებმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს. ცვლილებების საფუძველზე მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად უნდა დაინიშნოს, თუმცა მას არც თანამშრომლები ეყოლება და არც ბიუჯეტი და შენობა ექნება. რუსეთის სამხედრო ავიაციას სამოქალაქო აეროპორტებში მალავს, რითიც მათ ფაქტობრივად საფარად იყენებს. უკრაინული მედიის ცნობით სატელიტური სურათების ანალიზი აჩვენებს, რომ მსგავსი შემთხვევების უმცირე 5 აეროდრომზე დაფიქსირდა. ფლობს ეს ნავთობ ტერმინალი და ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ისევ იწვის ხანძრის ჩაქრობას რუსები 10 საათზე მეტი ხანია უშედეგოდ ცდილობენ. ხანძრის ახალი ტალღა დამთენისას უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგია. ევაკუირებულია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.